ჩვენი სტუმარი არის ექიმი გოგი ჩახუნაშვილი, რომელიც საპატიმრო გუშინ გვიან ღამით დატოვა. მოგესალმებით, მადლობა გეტყვით სტუმრობისთვის. როგორ ფიქრობთ, რატო გამოგიშვეს? პირველ რიგში მინდა ერთი რამე ვთქვათ. დიდი მადლობა ჩემი მხარდაჭერისთვის, რადიო, პრესა, ტელევიზია, თქვენს ტელევიზიას, ყველა ტელევიზიას. იმ ახალგაზრდობას, რომელიც მე ხა ფირები ვნახე, არც კი ვიცოდი, რომელიც სოლიდარობა გამომიცხადეს და დღეს მივეცი რამდენიმე ინტერვიუ, მაგრამ გამომრჩა და ბოდიში ვხდი. ყველას დიდი მადლობა. აუცილებლად მინდა, მე კი ვარ გარეთ, მაგრამ შიგნით ბევრია. ყველა პოლიტპატიმარი მინდა რომ ასაკის თავისი მიმართულების მიხედვით მით უმეტეს ჯანმრთელობა ვისაც არ აქვს, მინდა რომ ყველა ვიხილო გარეთ. აი ხა ბოდიში მოვიხადე, ვინც ვერ მოიხსენე, ბევრი ინტერვიუ მივეცი და ამიტომ დიდი მადლობა რომ მომეცით ესე იგი საშუალება. აი თქვენი გამოშვება ამ სოლიდარობას უკავშირდება, აი სასტორის სპინაზე შეიძლება აწონა ხელისუფლებამ და დაინახა რომ სოლიდარული იყო თქვენს მიმართ საზოგადოება. შეიძლება ასე შევხედოთ. რამოდენიმე ფაქტორი იყო ერთად. ეხლა სულ ანალიზებ რა იყო. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ყველაფერმა ერთად განაპირობა. ერთი რომ ასეთი თურმე დიდი ამბავი ყოფილა გარეთ, მე არ ვიცოდი, ამდენი მხარდაჭერა, ამდენი ექიმები, თან რაც თავარია დღესაც საუბრობ მაგაზე, სხვადასხვა გემოვნების ექიმები, რომლებიც ჩემს ირგვლივ დადგნენ ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას დიდი მადლობა კიდე ერთხელ. ტელევიზიებს დიდი მადლობა და იქ როგორც თქვი მე სასამართლოზე არაფერი არ დამემალია. თქვი რომ დავდიოდი აქციებზე ყოველთვის. აქციები რო იქნება ევროპის მიმართულების, მე ყოველთვის ხარს დაუჭერ, იმიტომ მთელი ცხოვრება ამას ვიმსახურებ. ეს ჩემთან როცა მოვიდნენ მაშინაც რომ დასამალი მე არაფერი არ მაქვს, ხარს დამემალია არაფერი. და აქციაზე ის რასაც იყო საკამათო კი არა ბრალდებასავით რომ მე ვიყავი იქ სადაც ვიყავი, მე იქ ჩავატარე და შიგნით თუ ამოყავი თავი ამოყავი, იმიტომ რომ მე საექიმო პროცესები ჩავატარე. რო არ ყოფილიყო იქ იყო ესე იგი ისეთი გამოუვალი სიტუაცია, შეიძლება ბევრი მათგანი დაღუპულიყო. მე რო ჯიბეში არ მქონოდა ესე იგი ის ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც აუცილებელია რომ მაგდოს თვალებში ჩაამოყო. მოკლედ მე ვასრულებდი სამედიცინო სამსახურს პირნათლად. და მე ვფიქრობ, რომ იმოქმედა ყველაფერმა იმოქმედა და ამან განაპირობა ის, რომ ესე იგი პრინციპში მე გარეთა ვარ. რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა აუცილებელი იყო და მაგანაც ესე იგი თავისი ლომის წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა. კეთილი, თქვენი დაკავების. თუმცა ეხლაც მე დასაკავებელი არაფერი არ ვქონდა, იმიტომ რომ იქაც ვკი და სულ ვიმეორე რომ მოვიდე, მაგრამ არაფერი მე არ ჩამიდენია. მშვიდობიან აქციაზე მივედი, დავდიოდი შვილებთან, შვილთა შვილებთან, იქ ხალხი იყო მოსული და ხელაწეული რა ვატარებდით ხოლმე აქციებს, რომელიც სტარდებოდა და მე მონაწილე ვიყავი ყოველთვის და ასეთ მშვიდობიანი აქციის მონაწილე მე ყოველთვის ვიქნები და აი ეს რაღაცა გადაზდა ძალადობრივი რაღაცა, არც მე და არც სხვას დარწმუნებული ვარ რა. არავინ იქ არაფერ შვილები და შვილებთან ერთად ვინ მოვიდა და რომელიც თუ იმ განზრახვით მიდიხარ რომ უნდა იძალადო შვილს და შვილს ლოგიკურად სახში დატოვა. ეხლა პრინციპში მე არ ცველოდებოდი ეხლა ჩემი თავიდან და მე სხვაზეც ვამბობ. იქ ვინც აღმოჩნდა ეს ბავშვები თუ მოზრდილები, აი არ ქონდათ დაფარული სახე, იმიტომ რომ მაშინ მიდიხარ ჩაცმული სპეციალურად, რა ვიცი ეხლა მილიონი რაღაცაა და ასეთი ინტელექტის ხალხი როგორც ქართველებია, ასე სულელურად იმ აქციაზე ასე მოუმზადებელი არ მივიდოდა საბრძოლველად. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია. კეთილი, თქვენი დაკავების სპეცოპერაცია გამოიყურებოდა ძალიან სასტიკად და შემზარავად. ანუ უამრავი პოლიცია, ეზოში რაღაც თითქოს არ ვიცი ნარკოკარტერის ხელმძღვანელი აყავდათ სადარბაზოში, სახლში. აი ეს სცენა რატომ შეიძლებოდა დასჭირებებოდა ხელისუფლებას თქვენი აყვანისთვის? რა გზავნილი იყო თქვენთვის ან დანარჩენებისთვის? მე მოგიყვებით როგორც იყო. სახლში ვარ ყოველთვის, როგორც ყოველთვის და რეკავს ზარი. მივიდა ჩემი მეუღლე და მეუბნება რომ მოვიდა პოლიცია. მოვიდნენ. და შემოვიდნენ ესენი 10-15 პიროვნება. სულ ვამბობ რაც სიმართლეა, აგრესია არ ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცოდი გარეთ თუ ამდენი იყვნენ კიდე.
იქ ვისაუბრეთ ეს ახლა ვიდეოზე იყო რო არ გავიმეორო ყოველთვის ლაივში იყო ეს ყველაფერი ესე და მე ჩვეულებრივად მივიღე მაგათი მისვლაც და წამოსვათ მაგრამ კიბეებზე რო ჩამოვიდე გარეთ ხო აი ეს კადრებია ახლა აი თუნდაც სადა ხო ეს იყო გავციფრდი ახლა მე მინდოდა მე თქვა და ეხლაც ვამბობ იქაც თქვი საშიში არ ძველად ვიყავი საზოგადოებისთვის არც ეხლა ვარ საშიში და არც მომავალში არ ვიქნები და ეს რა იყო არ ვიცი აბა როგორ გითხრათ მაგრამ ერთ კი შევამჩნიე აქ ვინც იყო ახალგაზრდობა მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სოლიდარობისთვის ეგენი როგორც მოხდნენ იქა ეგეც არ ვიცი ამიტომ ყველას დიდი მადლობა ეხლა როგორ არის იცით 20 წლამდე ვსწავლობდი კარგად ანუ დავამთავრე თბილისის ჩვეულებრივ თბილისური ცხოვრებით. მე 50 წელი თავის შევწირე მედიცინას, მეცნიერებას და ყველაფერი და ეტყობა ესეც უნდა მენახა იქ 3 დღე იყო მართალია, მაგრამ იქ გაიარა თითო წუთი, თითო საუკუნე იყო და ან თვითი მომემატა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი რაღაცეები გადავხარჯე. აი უშუალოდ როდესაც სახლიდან გაგიყვანეს და იმ 3 დღის განმავლობაში დაკითხვის დროს ან როდესაც შეგასახლეს სპეციალურ დაწესებულებაში ხომ არ ჰქონია რაიმე გადაცდომებს არა, ეგ აი მაგასაც სულ ვამბობ. ესე იგი, ისე კომფორტულად გზნობდი თავს, არავის ესე იგი ზედმეტი არაფერი არ უთქვია. სადაც შეიძლება ესე იგი ისიც იყო რომ მე როგორც თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე შესაძლოა. აი როგორ არის იცით? გზნობდი რომ აი ჩემთან კი იყვნენ, მაგრამ ჩემს მიმართ აგრესია არ ქონდა და ზოგს ეუბნებოდი კიდევაც. აი როგორ თქვენთან ახლა თავისუფლად ვსაუბრობ, ეუბნები. შეიძლება შენს გადარჩენილი მყავხარ მეთქი, შენ თუ არა, შენი мама მაინც მეთქი და თუ არა და ბებია ბაბუა შეიძლება მეთქი და რა ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში რო გადახედოთ ასაკს ხო 80 წლიდან ვინც იყო დაახლოებით 45 წლის დიდი შანსია რომ იყო ესე იგი თუ ავად იყო და მაშინ იმიტომ რომ ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა და ჩვენი კლინიკა წამყვანი კლინიკები იყო მე 17 წელი კლინიკური დირექტორი ვიყავი და 360,000 კიდე ბავშვი დაამატეთ მაგას ესე იგი რომელიც უფასოდ მთელ საქართველოში ყავს გასინჯული და იქ ახლა რაიონებიდანაც არის ალბათ პირდან თბილისში ამიტომ დიდი შანსი იყო რომ ესე მე ვერ ვცნობდი, მაგრამ რაღაცით მაინც ვცნობდნენ. კეთილი, ბატონ გოგი, მოდით ვიდრე დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა ვისაუბროთ პაატა ბურჭულაძეზეც, იმიტომ რომ პაატა ბურჭულაძეს ახლა რეჟიმი საზოგადოებას თავაზობს თავარ ორგანიზატორად აი ამ აქციისა, რომელიც მათივე შეფასებით იყო ძალადობრივი და ქვეყნის სახელმწიფოს ხელში ჩააგდების თუ დამხობის მიზნით ასეთი შეფასებებს აკეთებენ ხოლმე. წინა პერიოდში ვიდრე ეს აქცია იქნებოდა რა საუბრები შეიძლება გქონდათ რას ამბობდა ბატონი პაატა თქვენთან საუბრებში თუ ესეთი საუბრები იყო იმიტომ რომ ფაქტია რომ თქვენი დაკავება სწორედაც შესაძლოა ლოგიკურად ამასაც დაუკავშიროთ რომ თქვენ ძალიან ახლო ურთიერთობაში იყავით ბატონი პაატა არის მე ვარ საქართველოს ჰუმანიტარული და სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ბატონი პაატა არის ჩვენი აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. ასე რომ პაატას მე ძალიან კარგადაც ვიცნობ და ურთიერთპატივისცემა აკადემიაში თუ ეგ არ იქნებოდა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო წევრად, ნამდვილი წევრად. და ეგ პიროვნება მარტო საქართველოს იქა, სოფლიოში პირველი ბანია საპატივცემულო. ამიტომ მაგასთან ურთიერთობა იყო ძალიან მეგობრული და ძალიან კარგი და დარწმუნებული ვარ აი 100%-ში რომ პაატა მოვიდა თავის შვილებთან და შვილიშვილებთან. მანაც არ იცოდა ასეთი ალბათ, არ იცოდა, თორე თვითონ იტყვის ალბათ, მაგრამ დარწმუნებული, ჩემთვისაც არ უთქვი, არავისთვის არ უთქვი, ჩემი ირგვლივ მყოფებისთვის, რომელიც აი ესე ვიყავით. ერთი სიტყვა არ ყოფილა რამე ძალადობაზე, საერთოდ. თორე ხო ამბობ ახლა ის კაცი, სხვა მეგობრები ახლა სულელები ხო არა ვართ, რომ ესე იგი ვინმე უთხრა და ძალადობაზე მიდიხარ და არ იყო განწყობილი ერთია და მომზადებული მაინც, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი შინაგანი შეგრძნებაც ჩემთან არ უთქვი არაფერი, მაგრამ თვითონაც არ ელოდებოდა მაგას. ან თქვენ ამბობთ, რომ მასაც არ ჰქონდა ეს მოლოდინი, რომ მოვლენები თავისუფლების მოედნიდან ვიდრე ათონელამდე ესე განვითარდებოდა?
ძალადობაზე არ მაქვს, თორე შეიძლება რაღაცა თავში ქონდა, ვინაიდან მაინც იყო ლიდერი, ხო? მაგრამ ჩვენ ეს იქ ვინც იყო, ვინც დადიოდა ეს ხალხი, ჩვენ მაგალითად ვინც იქ ვიყავთ, პირველად გავიგეთ რომ მივდიოდით მაგალითად ხო, ქვემოთ, სადაც მოხვდით. ნუ ეს ნათლათარი და ყველა შეუძლია ეს თქვა. ამიტომ რა მოხდა, როგორ იყო თვითონ უნდა თქვას ალბათ, ან საიდან ამოყო თავი იქა და როგორ იყო ესე, მაგრამ ერთ კიდე შემიძლია დანამდვილებით თქვა, რომ ეს აქცია იყო მშვიდობიანი. როგორც 112 დღე იყო მშვიდობიანი, უბრალოდ იქნებოდა ეს აქცია და იყო ეს აქცია მრავალრიცხოვანი. და მრავალრიცხოვანი ადამიანი, როდესაც ესეა, ის თავის სიტყვას ამობს და ერთიც მინდა კიდე თქვა, მე შეიძლება დამავიწყდეს ხოლმე. იქ რო ვიყავი ახლა აი ეს რამოდენიმე სულ ფიქრობდი ხო უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ასე წრეზე ტრიალებთ ახლა ვინმე გაგვიკეთა ძალათია ჩვენ თავარია ეს ხო ჩვენზე მოქმედებს ყველაზე ხო და დილას რო ვნახე Facebook-ს ვათვალიერებდი და ამდენი სხვადასხვა გემოვნების ექიმი აღმოჩნდა ერთი იდეის გარშემო რომ გოგი ჩახურნაშვილი იყოს თავისუფალი და მხარს უჭერთ და რატო არის ესე ერთმანეთის თანაცხოვრება თურმე შესაძლებელი ყოფილა საზოგადოების სხვადასხვა ფერაში. ეხლა მეორე გოგონა სახელი და გვარი არ მავიწყდება. იარე ხვიაშვილი. იქაც ესე ყოფილა, ეხლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იქაც სხვადასხვა გემოვნების პიროვნებები გაერთიანდნენ. ისიც მინდა. მე შეიძლება დამავიწყდეს მეთქი ემოციებმა გამერ. ესე იგი თანაცხოვრება შესაძლებელია, ხო? და თანა ბრძოლა აი ასეთ შემთხვევაში ესეთი კითხვაც მიჩნდება, აი რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც არ აყავს ესეთი არა აქვს ესეთი მხარდაჭერა, იმიტომ რომ 50 თუ არა მეტი უკვე დაკავებულია თქვენ შემთხვევაში შესაძლოა ექიმების სოლიდარობამ იმოქმედა და გადაწყვეტილება იმიტომ იყო ასეთი ია შემთხვევაშიც, იმიტომ რომ საზოგადოების გამოხმაურება იყო დიდი. აი ის ადამიანები, ვინცაც ესეთი მხარდაჭერა არ აქვს. აი იმიტომ ვამბობ, ნახეთ, უნდა მივიდეს ხელისუფლებაც ჭყალებში ვიც არის დღეს, ხო? ყველა უნდა მე ძალადობრივად ეს საქმე არ დამთავრდა. აი ეს წრე რო არის, იმიტომ თქვი წრე. თქვა სიტუაციაზე მოვიდა ვიღაცა. სხვა, მე კიდე მოვიდა ვიღაცა და ასე ხო არ წავალთ, ესე იგი წლების განმავლობაში. უნდა მივიდეთ იქამდე რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა წავიდეთ, ყველამ უნდა შევეგუოთ ამას, დიდიც და პატარაც, ერთის მომხრე და მეორეს მომხრე, რომ ჩვენ აუცილებლად დღესაც ვიტყვი კიდე, აუცილებლად გავხდებით ევროატლანტიკური დიდი სივრცის წევრი, მაგრამ ამას ნოვაგვიანებთ. შევეგუოთ ჩვენ სულ ყველანი, რომ უნდა ვიყოთ ერთად და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარაერი. ამიტომ პატარერში დაძაბულობაც მეტია და გადაწყვეტაც უფრო მარტივად. და სხვა ალბათ ერთობის გარეშე ეს მანდალა არ გაირღვევა. არ გამოვა. აი ხო გითხარით, ამდენი სხვათა შორის არ ამდენი 24 საათი ორჯერ არ მქონია მე რომ რაღაცაზე მე არ წიგნზე ვფიქრობდი, რაღაცაზე კლინიკურ გამოცდილებაზე, ბავშვთან ვიღაცა ცუდად არის რაღაცა და ამდენი საფიქრელი რომ მეც ხო შემეხო და ყველას ეხება და იმიტომაც კი ბოდიშიც მოვიხადე რომ ესე იგი მე რო გამოვედი არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის. ჩემზე 1000-ჯერ უფრო უკეთესები შიგნით არიან, მებრძოლებიც შიგნით არიან, ახალგაზრდები არიან. სულ ეგრე მიყავს მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდების გაზდას შევალია და სხვათა შორის ტყვილა არ ჩაულია. ბევრი ახალგაზრდა ყოფილა იქ, რომელიც ესე იგი ისეთ რამებს ამბობს, მე თვითონ გამიკვირდა ჩემ თავზე. ამიტომ ეს რაც არის უნდა გადაიხარშოს სოლიდურად და ეხლა ლექციაზე არა ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, რასაც ვიგო. მეცნიერულად დასაბუთებული ანალიზით უნდა გაკეთდეს. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მეცნიერულად ანალიზური უნდა ჩატარდეს ყველაფერი. ეს რო ხდება, აქედან როგორ გამოვძეთ და რომ უნდა გამოვძრეთ, აუცილებელია. აუცილებლად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.